გამარჯობა გამარჯობა ლევან, გამარჯობა მაყურებელო. დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩემი აზრით ყველაზე მთავარია ახლა ჩვენთვის, გარედან, შიგნიდან ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და გარედან ჩემი აზრით ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია აიათოლების დამხობა. ეს ჩვენს რეგიონზე ბევრად უფრო სერიოზულ რაღაცებს გამოიწვევს, ვიდრე სხვა რამეები, რაც ახლა მსოფლიოში ხდება და ლევან, ვისაუბროთ იმაზე, შენი აზრით, რა წელავს ამ პროცესს და კიდე რა აქვს ამერიკას მოსამზადებელი იმისთვის, რომ განახორციელოს საჭირო ოპერაცია. ნუ უპირველეს ყოვლისა მინდა ახალი წელის დადგომა მიულოცო, ჩვენ არ შაშანლის მერე არ შევხვედრივართ, ჩვენს მოგილოცო და ჩვენს მაყურებელსაც. ასევე ყველა ის დღესასწაული საერო თუ რელიგიური, რაც აი ამ პერიოდში იყო და მინდა უსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით მივესალმები. ეხლა რაც შეეხება შეკითხვას. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ერთდროულად რთულიც არის და იოლიც, იმიტომ რომ წინა ისტორია გავიხსენოთ ამ ვითარების, ხო? ირანში პროტესტები დაიწყო დეკემბრის მიწურულს, ჯერ ესეთი აქტიური არ იყო, ქუჩაში ხალხი არ გამოდიოდა, მაგრამ აი ეს დუღილი იწყებოდა. დუღილი დაიწყო თეირანის დიდი ბაზრის გადფიცვით, ანუ ბაზრის მოვაჭრეებმა მიმართეს პროტესტის ასეთ ფორმას, ისინი გაიფიცნენ, არ გამოვიდნენ ბაზარში და ამაზე ალბათ ბევრი დაიწერა და ითქვა და კიდევ ერთ რემარკას გავაკეთებ, რომ აღმოსავლეთ ქვეყნებში კერძო საზოგადოდ და ირანში კერძოდ ბაზარი არ არის მხოლოდ ყველაზე მთავარი ადგილია, სადაც ადგილი არა. ხდება. ვერასერთი პოლიტიკურიც ყველაზე მთავარი ადგილი ბაზარია, არა მარტო. კი, რა თქმა უნდა, თან მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენგან განსხვავებით, ჩვენს გვაქვს ამ კულტურის რაღაცა მცირე ნაწილი შემორჩენილი და შემოსული, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რადიკალურად განსხვავება რომ დავინახოთ, თეირანში არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ჩვენი მაყურებელია ნამყოფი, მაგრამ რატომაც გონია, რომ ძალიან ბევრი იქნება სტამბოლში ნამყოფი და ექნება ნანახი სტამბოლის ცნობილი დიდი ბაზარი, რომელიც რამოდენიმე კვადრატულ კილომეტრზე არის სტამბოლის ცენტრში გადაჭიმული და ნუ როგორც ამბობენ, მე თვითონ მხოლოდ ვიდეოზე ვნახე, თეირანის ბაზარი ბევრად უფრო დიდია. ანუ იქ ადამიანების კონცენტრაცია არის გაცილებით უფრო დიდი. ეს ბაზარი განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ტოტალიტარული რეჟიმი არის ქვეყანაში, როდესაც ინფორმაციის მიღება და გადაცემა მედია საშუალებებით, მოდი ასე ვთქვათ, შეფერხებულია, სწორედ ესეთი საფიხვნოები, ესეთი კონცენტრაციის ადგილები არის ადამიანების კომუნიკაციის და პირდაპირ ინფორმაციის გაცვლის. სწორედ აი ამ ბაზარში, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იყო ბაზარი და მოვაჭრეები ერთ-ერთი დასაყრდენი რეჟიმის, სწორედ აქ იფეთქა უკმაყოფილება. უკმაყოფილებას აქვს ბევრი განზომილება და უმთავრესი არის ის, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რომ ორი უმწვავესი საკითხია, რომელსაც უბრალოდ პრინციპულად ვერ წყვეტენ აიათოლები და მათი რეჟიმი. მათ აქვთ ძალა, მათ აქვთ ღონე ჯერჯერობით, მაგრამ ისინი უბრალოდ უუნაროები არიან, რომ გადაწყვიტონ ეს საკითხები. ორ თემას ეხება. პირველი ეს არის ინფლაცია. ინფლაციაზე უკვე აღარც ჰიპერინფლაციაზეც აღარ ლაპარაკობენ. ესე იგი ყოველდღიურად გაუფასურების ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდები იხსნება. ყოველდღიურად, ყოველ საათობრივად. ანუ ადამიანები პრაქტიკულად გადავიდნენ ნატურალურ გაცვლაზე. ეს რამდენად მძიმე რამ არის, მე მგონი ჩვენს მაყურებელს განსაკუთრებით 90-იანი წლები, ვისაც ცნობიერად ახსოვს,
იყო ეგეთი პერიოდი, როდესაც საქართველოშიც რაღაცა მომენტებში ნატურალურ გაცვლაზე იყო ადამიანების, მოქალაქეების რაღაც გარკვეული რაოდენობა გადასული და ირანში ამან მიიღო მასობრივი ხასიათი. და ხვდებით ალბათ, რაოდენ მძიმე არის ეს ერთი. და მეორე, მოყოლებული ზაფხულიდან რეჟიმი ვერ ახერხებს ვერანაირად წყლის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. ვერან ხერხებს თვითონ თავისი კორუფციული იმებით, ახლა როგორც ჩვენთან ტყეებს იტაცებენ და რაც უნდათ მდინარეებს აფუჭებენ და ყველაფერს, ასე დაშრობილი აქვთ რაღაცა ოლიგარქების რაღაც ნაწილი დააშრეს ტბა. და ის ტბა იყო ყველაზე მთავარი წყლის მომწოდებელი. არა მხოლოდ ტბა, ესე იგი ზოგადად ინფრასტრუქტურული და სამელიორაციო, მოდი ასე ვთქვათ, ხო, პოლიტიკა არის განულებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილებას იღებენ არა პროფესიონალები. მე მინდა ძალიან მკაფიოდ გავიგოთ ირანის რეჟიმის ეს თავისებურება. ხშირად გვიან საბჭოთა კავშირს ადრიან და ძალიან ბევრი პარალელი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავ მთელი თავისი იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, დამუხტულობისა, საბჭოთა კავშირში, გვიან საბჭოთა კავშირში მაინც პროფესიონალიზმის რაღაცა დონეზე იყო ლაპარაკი ხოლმე, ხო? როდესაც ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში რაღაცა მეტნაკლებად ამ დარგით დაინტერესებული და განათლებული ადამიანები იყვნენ ინდუსტრიაშიც და ასე შემდეგ. აქ ყველა გადაწყვეტილებას, ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე ეს ეხება არმიას, საგარეო პოლიტიკას, მელიორაციას თუ რა უნდა დაითესოს და რა უნდა მოიყვანონ, იღებენ მოლები. გესმით, ხო? მოლები ყორანის საფუძველზე. და აი ესეთი ძვირფასი სისტემა ბუნებრივია, წყალი მე საერთოდ მიკვირს სიმართლე რო გითხრათ, ამ საკითხს ჩაუღრმავდი, მე გამიკვირდა აქამდე როგორ გაძლო კიდე ამ რეჟიმმა, რომელიც აი ასე ფუნქციონირებს, მაგრამ ნუ ნავთობს ჰქონდა ეს მაგია, ისინი ყიდდნენ ათწლეულების განმავლობაში, ახერხებდნენ სანქციების გვერდისავლით, გაეყიდათ ნავთობი და ამ ნავთობის გაყიდული ნავთობის ხარჯზე რაღაცა ფორმით მაინც ეს რეჟიმი არსებობდა. კიდე მდიდარი ადამიანების რაღაცა გარკვეული რაოდენობა საკმაოდ სოლიდური არსებობდა ქვეყანაში. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ქონდა ირანიდან შემოდინება დევნილების რაღაც ძალიან სერიოზული და ყველა ვინც მოდიოდა, ყველა მდიდარი იყო. მოლში რო შემოვიდოდნენ, დაესწრებოდნენ ყველაფერს და ესე ბუჯღა-ბუჯღა ფულობდა, ყველაფერს ტონობით გაქონდათ. ეტყობოდათ, რომ ხალხს ფული აქვს. და ეს ეტყობა დასრულდა რაღაც მომენტში. ხო, ამას ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ამერიკის ბოლო დროის პოლიტიკამ, რომელიც მიემართა მთლიანად მაქსიმალურად ასე ვთქვათ, სანქციების გამკაცრებისაკენ ირანის საწინააღმდეგოდ და ირანიც მოყოლილია პრაქტიკულად აი იგივე ტიპის შეზღუდვებში, რაც ახლა რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ვთქვათ, რუსულ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით, ხო? ირანული ნავთობის გადაადგილებასთან დაკავშირებითაც დაახლოებით ისეთივე ღონისძიებები ხორციელდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მიზანმიმართულმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად დაწია ფასი ნავთობზე და შესაბამისად ძალიან პრობლემური გახდა. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, რომ ამერიკელებმა დაადეს სანქციებში მოყვება ყველა ის ქვეყანა, ვინც იყიდის ირანისგან ნავთობს. და ამან აიძულა მისი მთავარი მომხმარებელი ჩინეთი. ირანული ნავთობის მთავარი მომხმარებელი ჩინეთი იყო, რომ თვით ჩინეთსაც კი თავისი აპეტიტები ცოტა ასე ვთქვათ, მოეთოკა ამ მიმართულებით და შესაბამისად აიათოლების რეჟიმი აღმოჩნდა ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე. ამას დაუმატეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგვაუწყდეს ზაფხულის ეს 12 დღიანი ომი, რასაც მოყვა პრაქტიკულად განადგურება მათი როგორც აირსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯერ და მე როგორც ამის შედეგი პრაქტიკულად ბირთვული პროგრამის განადგურება. ამაში ამ ყველაფერში რეჟიმს ჰქონდა ჩადებული უამრავი ფული, ტრილიონები იყო დახარჯული. და მთელი თავიანთი 47 წლის არსებობა სულ ამაში იყო. კი, მთლიანად ამაში იყო ჩადებული. ეს ერთი ხელის დარტყმით, რო იტყვიან, ჩამოიშალა ყველაფერი
და ეხლა ისინი აი ესე ცდილობენ რომ რაღაცა დონეზე მაინც აღადგინონ, ხო? თუნდაც საჰაერო თავდაცვა. იმიტომ რომ იციან რომ ამის გარეშე ძალიან სერიოზული სამიზნე არიან. უკვე არა მხოლოდ ისრაელის და ამერიკისთვის შეიძლება ძალიან ესეთ გემრიელ ლუკმად იქცეს, მაგალითად իրანი მასთან მუდმივად ოპოზიციაში და მკვეთრ დაპირისპირებაში მყოფი მაგალითად საუდის არაბეთისგან. საუდის არაბეთთან. ერთი სიტყვით აი ეს მომწიფდა ეს პრობლემები და ამან იფეთქა. ამან როდესაც იფეთქა, ეს იყო პრინციპში მოულოდნელი. იმიტომ მე ვისთვის იყო მოულოდნელი? პირველ რიგში შენი კითხვა ეხება ბუნებრივია შეერთებულ შტატებს, ხო? რამდენად რატომ იგვიანებენ და იგვიანებენ თუ არ იგვიანებენ და ეს. ხო. იმიტომ რომ ამ პერიოდში შეერთებულ შტატები არ იყო ჩართული, ეს თვალსაჩინო, ამას არ ჭირდება ასე თქვა, შეიარაღებული თვალით დაკვირვება, ჩართული იყო სულ სხვა პრობლემების მოგვარებაში, როგორიც იყო ვენესუელის საკითხის მოგვარება, მე შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში სწორედ აი ეს გამოსვლები დაემთხვა აი იმ ამბავს, რასაც ქვია მადურო და ბუნებრივია შეერთებული შტატების მთელი სამხედრო შესაძლებლობები, სადაზვერვო შესაძლებლობები იყო კონცენტრირებული ვენესუელაზე და იმ რეგიონზე მთლიანად. დედამიწის სულ სხვა კი, მთლიანად იქეთ იყო ყურადღება გადატანილი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ. ეხლა გვავიწყდება ჩვენ რომ აი ამ დეკემბრის ბოლო დეკადაში ასევე ძალიან კონცენტრირებულად მიდიოდა მუშაობა მორიგ სამშვიდობო გეგმაზე უკრაინას დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა გქონდეს ჩვენ წარმოდგენა, რომ თვით ისე ძალიან ძლიერ სახელმწიფოსაც კი როგორც შეერთებული შტატები აქვს ყველა მიმართულებით რაღაცა ერთიანად და ერთნაირად არა, გვაქვს ასეთი წარმოდგენა ნამდვილად. არა, მე შენ არ მოგმართავ, მე ჩვენს მაყურებლებს მიმართავ ამ შემთხვევაში და ну მივიღეთ ის რაც მივიღეთ, მე გულისხმობ იმას, რომ აი ეს აფეთქება ირანში მოხდა მოულოდნელად და მთლიანად აი ეხლა ხდება ყურადღების გადატანა ამ რეგიონზე. თან პარალელურად მიაქციეთ ყურადღება, რომ ირანის პრობლემამ და არა მხოლოდ ირანის პრობლემამ, ხო? იქ ახლო აღმოსავლეთში წარმოიქმნა კიდე რაღაც პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც ჩვენთვის კი პატარ-პატარაა, მაგრამ რეგიონისთვის არ არის პატარა და მცირე პრობლემები. აი მაგალითად, რასაც ჩვენთან მე მგონი არც აქცევენ საერთოდ ყურადღებას, არადა მე თუ მკითხავ ძალიან მნიშვნელოვანია. ირანის დასუსტებამ დაასუსტა მისი პროქსი რეჟიმები, ხო? მაგალითად, იემენში ხუსიტების რეჟიმი. ხუსიტები იმდენად დასუსტდნენ, რომ იქ ადგილზე სხვა დაჯგუფებებმა, იქ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იემენში რაღაც ორი დაჯგუფებაა, ხუსიტები და თქვათ არახუსიტები. არა, იქ არის 7-8 სხვადასხვა ტიპის დაჯგუფება, რომლებიც საგარეო თემებში დაკავშირებული არიან სულ სხვადასხვა სახელმწიფოებთან. და ხუსიტების დასუსტებით ისარგებლეს და ერთის მხრივ იმ დაჯგუფებებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან საუდის არაბეთთან და მეორეს მხრივ, რომლებიც დაკავშირებული არიან არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან. და მათ შორის დაიწყო დაპირისპირება. ანუ გნებავთ დავარქვათ, რომ ჯერ კიდე მოუკლავი დათვის წყალს ინაწილებენ, შეიძლება ის დათვი უკვე მოკლულიც არის, არ ვიცით, ხუსიტებისგან კაიხანი არაფერი არ ისმის და აი ამ ორ დაჯგუფებას შორის წარმოიქმნა დაპირისპირება, რამაც გამოიწვია გამწვავება ურთიერთობის ამ რეგიონის ორი თითქოს ყველაზე უფრო ერთმანეთთან დაკავშირებული მოკავშირე ქვეყნის, ხო? საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული ემირატების. ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება გაამწვავა, გაგიკვირდებათ, ეხლა ისეთ რაღაცებს ვიტყვი, რასაც ჩვენთან არ აქცევენ საერთოდ ხო. სომალილენდის აღიარება ისრაელის მიერ აღიარება. ხო, სომალილენდი ეს არის სომალის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასე იგი, აფრიკის განთავისუფლების აი ესეთი დეკოლონიზაციის პარადამდე იყო ბრიტანეთის კოლონია, განსხვავებით სომალის სამხრეთის ნაწილისგან, რომელიც იტალიის კოლონია იყო. და
ასე ვთქვათ, სოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბება, აი გაეროს და იმის შექმნის შემდეგ გაერთიანდა ეს ორი სომალი, მაგრამ როგორც ძალიან ხშირად ხდება, ну მოხდა ისე, კაი, ხშირად ხდება თუ არა ხშირად, ამას თავი დავანებოთ. ბრიტანულმა წესრიგმა, აჯობა იტალიურ იტალიურმა წესრიგმა საერთო ენა ვერ მონახეს. კი. უti ასე ვთქვათ, ხო? ვერ მონახეს მთელი ამ აწლეულების განმავლობაში, მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არის ერთ ეთნოზე, არ არის იქ არანაირი ეთნიკური განსხვავება, მეგულისხმობ წარმომავლობით. არა, ახლა მე არ მინდა შენ იქით რომ წაიყვანო ჩვენეს არ დაგვემართება. არა. ჩვენ არა, ყოველთვის თხილად უნდა ვიყოთ ისა. ეს არის ერთი ეთნოსი, რელიგიურად აბსოლუტურად ერთნაირი, სუნიტები არიან, იქ არანაირ, მაგრამ აი დაახლოებით 100 წლის კოლონიური ადმინისტრაციები დაახლოებით 100 წლის განმავლობაში არსებობდნენ სომალისა და გამოიწვია ფუნდამენტური განსხვავებების ჩამოყალიბება კულტურაში, ხო, განსაკუთრებით სახელმწიფოებრიობის კულტურაში. და რატო ვილაპარაკე ამდენი, აიქაც აღმოჩნდა, რომ მაგალითად არაბთა გაერთიანებული ემირატები სიმპათიით შეხვდა აი ამ თემას. სომალილენდი ჯერ არ უღიარებია, მაგრამ იქ ფაქტიურად რაც სავაჭრო კონცესიები და ფირმები შეუშვა თავის, ხოლო საუდის არაბეთი შეხვდა ამას მოდი ნაკლები ენთუზიაზმით, ასე ვთქვათ, ხო? ეხლა ამას რატო აქვს ყველაფერს მნიშვნელობა? იმიტომ რომ რეგიონში ამერიკელები იქნება თუ სხვა იქნება, მას ჭირდება დასაყრდენი ბაზები, საიდანაც მოხდება რაღაცა შეტევის ორგანიზება, ხო ასეა რა? თუ შეტევაზე ვლაპარაკობ. მაშინ, როდესაც ასეთი არასტაბილურობაა, ესე იგი ჯერ ამერიკის იმას რა ქვია, დიპლომატიას დაესახა ამოცანა, რომ ეს რაღაცნაირად ჩააწყნარონ, შეარიგონ, დაამშვიდონ ეს ვითარება არაბეთის ნახევარკუნძულზე და მერე პარალელურად რაღაცა ამ მიმართულებით იმოქმედონ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება რომ მიღებულია ეს ფაქტია, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, როდის და რა მომენტში იქნება ეს გადაწყვეტილება რეალიზებული. ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს რეალიზებული 9 წლის შემდეგ. შეიძლება იყოს 1 წლის შემდეგ რეალიზებული. მე საერთოდ ველოდები, რომ დაახლოებით 3-4 თვის მერე იქნება რეალიზებული. გაზაფხულზე ხო? კი, მაგას რამოდენიმე მომენტი აქვს. ჯერ ეს ერთი მოდი ვიყოთ რეალისტები და როგორც ეხლა გავიგეთ, ვენესუელის სპეციალური ოპერაცია მზადდებოდა დაახლოებით 9 წლის განმავლობაში. იმ მომენტიდან სავარაუდოდ როგორც გამოცხადდა მადუროზე რაღაცა ის ჯილდო და ეს ძალიან დიდი ხნის წინ ივლისი იყო მე მგონი. კი ბატონო, ნუ 9 წელი ხო, ესე უხეშად გავიღოთ, სადღაც 9 წელი. მე მგონი ჩვენ ყველა ხვდებით, რომ ირანი გაცილებით უფრო რთული ქვეყანაა ვიდრე ვენესუელა, ყველანაირი თვალსაზრისით. და იქ რაიმე სერიოზული ოპერაციის დაგეგმვას და განხორციელებასაც გაცილებით მეტი რესურსი ჭირდება. რესურსი მეგულისხმობ არა ჯარების შეყვანა და არამედ ესეთი, აი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებასაც გაცილებით მეტი მომზადება ჭირდება. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, მე დარწმუნებული ვარ ამაში და მოხდება ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ პოლიტიკური კალენდარის შესაბამისად, მეგულისხმობ, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს დრო და ოპერაცია მიიყვანოს სადღაც აი გაზაფხულის ზაფხულის პირზე, რომ შუალედური არჩევნებისთვის ეს კოზირი კონდეს ხელში. არანაირად არ შეიძლება, რომ ეს ოპერაცია ასე ვთქვათ, 100%-იანი შედეგით არ დამთავრდეს, იმიტომ რომ მაშინ ეს იქნება ადგილობრივ არჩევნებზე წაგება. გარანტირებულად წაგება რესპუბლიკური პარტიისათვის, მისი ოპონენტები ამას გამოიყენებენ და წარმატება კიდე იქნება 100%-იანი მოგება.
გისმენ? ახლა ნახე, მე რო ვუყურებ ტრამპის იუთუბერებს. ძალიან ძლიერი გავლენა აქვს ზოგადად საზოგადოებაზე და ინფორმაციის მიწოდების მხრიდან და რაღაცები. თითქმის ყველა აუჯანყდა. მანამდე კიდე რაღაცნაირად, უმეტესობა აღმოჩნდა ამ იუთუბერებიდან იზოლაციონისტი, ასე ვთქვათ, გასაგების სიტყვით, მაგრამ ახალი წლის მერე, იმის მერე, რაც ვენესუელა და მერე კიდე ირანი, ძალიან ბევრი, ყველაზე ადეკვატურად მომსჯელე მეგან კელიც კი უკვე, ესე ვთქვათ, განუდგა ტრამპს, არ ესმის, რატო უნდა ერეოდეს იქ, რატო უნდა ერეოდეს აქ. ჩვენო ჰეილი, იმ ქალს რა ერქვა, ნიკი ჰეილი, იმიტომ არ ავირჩიეთო რესპუბლიკელებმა საპრეზიდენტო კანდიდატად, რომ გვეგონაო, რომ ყველა ომში ჩაერეოდაო და ტრამპი მისი საპირისპირო იყო არჩევნების წინ და ახლა ზუსტად იმას აკეთებს, რისთვისაც ჩვენ ჰეილი არ ავირჩიეთო და ამაზეც ვიფიქრე, რომ შეიძლება ოდნავ ამან ხო არ წაატორმუზასავით თქო მომენტი. ნახე როგორი გადაუდუღდა შიგნით საინფორმაციო. როგორი ვითარება ტრამპს მუდმივად და მის გუნდს ხელი, ასე ვთქვათ, მაჯაზე, პულზე უკავიათ, როგორც თლიანად სოციოლოგიაზე, ამერიკის თლიანად მოსახლეობის, ასევე რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავიანთი პირდაპირ ელექტორატის მაჯაზე აქვთ ხელი დადებული. ამ ელექტორატში, ასეთი განწყობების მქონე ადამიანები უდაოდ არიან, ესეთი შეერასაც იზოლაციონის ეძახი, მაგრამ რატომღაც მოხდა, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი იზოლაციონიზმის გარდა აღმოჩნდა ძალიან აქტიური ანტისემიტიც, იმიტომ რომ ამ ისრაელ-არაბების კონფლიქტში, როგორც მაგალითად ტაკერ კარლსონია და იმიტომ ვახსენე მეგან კელი, იმიტომ რომ ყველაზე მოაზროვნეა და ყველაზე ნაკლებად ანტისემიტია და ყველაზე და ამანაც ვერ გაუძლო ამდენ რაღაცას. ხო, როგორც არის ეს ტაკერ კარლსონი, როგორც არის ეს ზანგი გოგონა რო არის. იმან საერთოდ გარეკა ფსიქიატრიულ შეტევებში. მაგრამ პოლიტიკურად მაგათ იმას რა ქვია, აზრს კონგრესში ყველაზე თვალსაჩინოდ გამოხატავდა ეს მარჯორი ტეილორ გრინი, ხო? ეს გახსოვს ეს ქერაქალი მარჯორი, რომელიც იძულებული გახდა ეხლა წასულიყო კონგრესიდან, იმიტომ რომ ტრამპმა სხვათა შორის ტრამპმა უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენია აეგ იუთუბერებიც. შენ ვიზეც გაქვს საუბარი, მან თქვა, რომ ისინი არიან სულელები, ვერ ხვდებიან საერთოდ რაშიც მე სინამდვილეში ვეთანხმები კიდეც, იმიტომ რომ პრობლემა, რასაც ისინი ან ვერ ხედავენ, ან არ ხედავენ. იმიტომ რომ მაგ იუთუბერების საკმაოდ მსუყე ნაწილი მგონია, რომ ჩინელების და რუსების მაპატია და პაცოსზეს რა. ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს მაგისი. ისინი ან ვერ ხედავენ, ან არ ხედავენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს. ტრამპის გამკვეთრება, ასე ვთქვათ, აი სიმკვეთრე რა მომენტიდან შემოდის საგარეო პოლიტიკაში. სადღაც შარშან ზუსტად იმ ზაფხულის პერიოდიდან. ზუსტად იმ მომენტიდან. მანამდე კიდე თამაშობდა იმას, რომ არა, და რატომ? ის ითამაშებდა ბოლომდეც, ის არ არის მართლა ახლა სისხლის მსმელი და რაღაც არ უნდა წარმოვიდგინოთ. მას მართლა გულწრფელად დარწმუნებული ვარ, უნდოდა რომ მშვიდობიანად მოეგვარებია ბევრი საკითხი, მაგრამ გაიხსენეთ რა ხდებოდა ზაფხულში. მე შეგახსენებთ უბრალოდ რა ხდებოდა ზაფხულში. ზაფხულში უკიდურესად გამწვავდა სავაჭრო ურთიერთობების თემა ჩინეთთან და ჩინეთმა მიმართა ჩემი აზრით ძალიან წინ დაუხედავ ნაბიჯს, ესე იგი იმაზე ადრე გაისროლეს თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ვიდრე საჭირო იყო. ჩინელებმა დაიწყეს შანტაჟირება ამერიკელების და არა მხოლოდ ამერიკელების, რომ ჩვენ იშვიათ მიწა ლითონებს აღარ მოგაცვდით ჩიპებისათვის. ვინც არ იცის და საქმის კურსში არ არის, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთმა თავისი საგარეო პოლიტიკის, მრავალწლიანი საგარეო პოლიტიკის, საგარეო სავაჭრო პოლიტიკის და საგარეო გეოსტრატეგიის მიმართულებად აიღო სოფლიოში იშვიათობით მონოპოლიზაციის სრული, ესე იგი, მოპოვება, გადამუშავებაზე სრული კონტროლის დამყარება.
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ გადამამუშავებელი ქარხნები მხოლოდ ჩინეთში არის მსოფლიო სიმძლავრეების დაახლოებით 90% და დარჩენილი 10% არის პაკისტანში. სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპელები და არც ამერიკელები ამას ხელს არ კითდებდნენ, იმიტომ რომ ბინძური წარმოებაა და ჩვენ ხო ესეთი მწვანეები ვართ და დედამიწა და თეთრები და ფუმფულები ვართ და ჩვენ ასეთ მავნე წარმოებას ჩვენს ტერიტორიაზე არ დაუშვებთ. ოკეი, არ დაუშვებთ და ვინც დაუშვა, ის ახლა პრაქტიკულად გადამამუშავებელი მრეწველობის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს და ამერიკელები ახლა არიან იძულებული თავიანთ ტერიტორიაზე სასწრაფოდ ააგონ გადამამუშავებელი წარმოება. ეს ერთი. მეორე, მათ დაამყარეს პრაქტიკულად პირდაპირი კონტროლი საბადოებზე, მოპოვებაზე. განსაკუთრებით ეს ეხება აფრიკას, რომელიც პრაქტიკულად არის ჩინეთის ნეოკოლონიალური იმპერიის ნაწილად ქცეული. თან ლაპარაკი არის არა მხოლოდ ტროპიკულ აფრიკაზე, არამედ მაგალითად სამხრეთ აფრიკაზეც, რომელიც უბრალოდ სატელიტად გადაიქცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, უბრალოდ პოლიტიკური სატელიტი არის უკვე ჩინეთის. ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნები ჰქონდათ ახლახანს და ასე შემდეგ. ასე რომ ჩინეთის ეს მონოპოლია საფრთხეს უქმნიდა მთელ ცივილიზაციას. ეხლა 21 საუკუნეში ჩიპების გარეშე წარმოუდგენელია რამის გაკეთება. ამიტომ ჩინეთზე რომ დამოკიდებული ხარ, ესეც ძალიან წარმოუდგენელი. ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს დარწმუნებული ვარ, ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთისთვის გამოეცლია ხელიდან სხვა კოზირი, რომელშიც ჩინეთი სუსტად გრძნობდა თავს. ეს არის ნახშირწყალბადები. ვერანაირი გადამამუშავებელი და ვერანაირი საწარმო და ვერანაირი ფაბრიკა ჩინეთში ვერ იმუშავებს, თუ მას არ ექნა მაზუთი, მხოლოდ ქვანახშირით ვერ იარსებებ დღევანდელ დღეს. გჭირდება გაზი, ნავთობი და ასე შემდეგ და სწორედ მე დარწმუნებული ვარ, მაშინ მიიღო ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ვენესუელა და შემდეგ კი დომინოს პრინციპით სხვა ქვეყნებიც უნდა გამოეცლია ხელიდან და დაემყარებია პირდაპირი კონტროლი ნავთობის თემაზე, ზუსტად ისევე, როგორც ჩინეთმა დაამყარა კონტროლი იშვიათ მიწა მეტალებზე, რათა ჩინელებთან ყოველთვის ამ იშვიათი მიწა მეტალების კონტროლს არ შეეხება, ანუ დაუტოვებს? არა, შეეხება, რა თქმა უნდა, შეეხება და აქედან მომდინარეობს ეს აგრესიული გადაწყვეტილებები, ხო? აქედან მომდინარეობს, აქედანაა ეს კონტექსტი თუ არ ვიცით, ხო, ძალიან რთულია მსჯელობა მაგალითად და ძალიან ზედაპირული გამოვა მსჯელობა იგივე გრენლანდიასთან დაკავშირებით. ეს კონტექსტი თუ არ ვიცით. იმიტომ რომ თუ კონტექსტი არ იცი, ხო, ეს ტრამპი რა გამოდის რაღაცა ისეთივე თითქოს პუტინი, რომელიც იქ საწყალ დანიას ართმევს რაღაცას და ეს ხო, გასაგებია, ხო? მე უბრალოდ გეუბნებით რა არის კონტექსტი. კონტექსტი ის არის, რომ ცუდი ბიჭები გულისხმობ როგორც არის ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ასე შემდეგ, ესე იგი, იმ სამყაროში, სადაც კარგი ბიჭები უბრალოდ ხმას არ იღებდნენ და აღშფოთდებოდნენ ხოლმე უბრალოდ. ეს როგორ შეიძლება, ის როგორ შეიძლება, ამასობაში ამ ცუდმა ბიჭებმა მოიგდეს ხელში ყველაფერი და რასაც უნდათ იმას აკეთებდნენ. ეხლა რასაც რის კეთებაც უწევს ტრამპს, ეს არის ქირურგიული ჩარევა. ეს არ არის სასიამოვნო, ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, მოსასმენი, დასაკვირვებელი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ამ ქირურგს, მე გულისხმობ ამერიკას, ხო, დღევანდელ ამერიკას, რომელიც ამ ქირურგიულ ოპერაციას ატარებს, ეგთანიც კი არ ყავს, ეგთანი ეგონა რომ ყავდა, ვთქვათ, ევროპის სახით და თურმე ეგთანიც არ ყავს. რასაც როგორც ქირურგი ისე ახლა აგვარებს, მიუხედავად იმისა, მისი ძველი ინტერვიუები რო ნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ამბობდა, რომ პრეზიდენტი არ გავხდები, არასდროს არ გავხდები, არ მაინტერესებსო, აი ამ პრობლემებზე რისი მოგვარებაც ახლა უწევს, ჯერ კიდე 80-იანი წლებიდან ლაპარაკობს. კი, რა თქმა უნდა. ანუ სულ ესმოდა, რომ ეს პრობლემა არ ყოფილა ისე, რომ სახლებს აშენებდა და უცებ მერე ვაიმე მოუნდა პრეზიდენტად გახდომა და ანუ ეს პრობლემები სულ ხედავდა, ამაზე სულ რა ლაპარაკობდა და მერე
დაინახა, რომ ეთყობა მომგვარებელი არავინ არ არისო და მიწევსო მეო და ანუ ასე გადაწყდა თავის თავში გადაწყვიტა რომ პრეზიდენტი უნდა გახდეს, იმიტომ რომ ამიტომ ეს კონტექსტი უნდა ვიცოდეთ. სიტყვამ ჩამოაგდო და გრენლანდიაზე ორ სიტყვას ვიტყვი რა. თუ რამე კითხები გექნება დამისი კიდე. მე ეხლა ხანს აღმოვაჩინე, რომ გრენლანდიის 55,000 მაცხოვრებლიდან 55,000 ადამიანი ცხოვრობს გრენლანდიაში, გრენლანდიაზე, უпростоრად კუნძულია. ინუიტები, ანუ ჩვენ რასაც ესკიმოსებს ვეძახით, ანუ ძირეული მოსახლეობა, არიან დაახლოებით 30,000. ანუ ინუიტები ის მართალია უკაცრავად ახლა რო გაწყვეტინებ, რომ დანია მათ გამრავლების საშუალებას არ აძლევდა და რაღაცა ხელოვნური ჯაროებით გენოციდს მან სხვა პრობლემა იყო და თუ გაინტერესებს მოვყვები, მაგრამ მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო მოგება. დაახლოებით 15,000-მდე, 15,000 არის დანიელი გრენლანდიაში და დანარჩენი იქ 10,000 ადამიანი არის და ესე იგი სხვა ეროვნების, ზოგი შვედია, ზოგი კანადელი, მაგრამ მათში ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობა ვინ არის? დაახლოებით 5,000, რომელიც წარმოიქმნა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. ჩინელი. ჩინელები. რომლებიც размножаются как кролики, როგორც თქვენ. მე არ მგონია, რომ იქ რაღაცა 5-7 წლის განმავლობაში ბუნებრივი მატების შედეგად არიან. ესენი ინტენსიურად არა, იქნებოდნენ რომ მიეცათ საშუალება. ხო, მათ დაიწყეს ინტენსიურად ჩასვლა იქა, დასახლება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კითხვა იბადება ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერც ამერიკელები ვერ ხედავენ, რომ არქტიკაში მათი ის მოკავშირეები, რომლებიც წესით უნდა იყვნენ მოკავშირეები და არქტიკაში სულ ორი თემაა, ხო, რუსეთია, შეერთებულ შტატებს აქვთ ძალიან მცირე კონტროლი არქტიკის, აი ალასკის სანაპირო რაც არის, უშუალო კონტროლს გულისხმობ და დანარჩენი ეს არის კანადა და გრენლანდია. კანადის მთავრობა ბილატროდ თქვა ძალიან უცნაურად იქცევა, განსაკუთრებით ახლა ჩინეთთან რაღაცა ის დადეს სტრატეგიული. ხო, სტრატეგიული გააფორმეს. მოკავშირეობა. და აი რისი თქმა მინდა იცი? აი ხო ისმის რომ კი მაგრამ ნატოში მოკავშირეა და ამერიკამ მოსთხოვა ბაზები და ამათ უარი უთხრეს? აი ეგეთი კითხვა. აი ამერიკამ თხოვა დანიელებს, ვიცით რა, სამხედრო ბაზები გავაკეთებიეთ და დანიელებმა უარი უთხრეს? მე გავცემ ამაზე პასუხს თუ შეიძლება. იცი რა? ანუ ყველაფერი ამერიკამ უნდა აკეთოს, ნატო რისკს არსებობს, არა, აკეთოს, ოკეი, მაგრამ ჩვენ გვესმის რამე, აი დანიის მთავრობის იმებიდან, რომ აი იცით რა არის, ჩვენ მზად ვართ იქ ნატოს ბაზები განვათავსოთ. მოგცეთ მაგალითად ასლიან არენდაში უფასოდ სიტყვაზე ამბობ. ან სიმბოლურად ზოგადად ანუ იგივე შეშფოთებები რო კონდეს და იგივეზე რო ზრუნავდნენ და ვაიმე ეს როგორ დაგვემართა და იქით რატო წავედით და ჩინეთთან ეს რატო ვქენით, ამას ხო არავინ არ ლაპარაკობს ევროპაში. მომისმინე, ესე იგი ჩვენ ვხედავთ რომ არის ასე ვთქვათ, ამ მოლაპარაკებებზე დგას ერთი საკითხი. ეხლა ის ტყუილი არა, ეს ანექსია და ამერიკა ეხლა იქ ძალით შევარდება და ეს არის სისულელეები საერთოდ. სისულელეა თუნდაც იმიტომ, რომ ისე ვინც არ იცის, სულ ახლა ხანს აი კვირებია გასული, დანია მიიღო 7 მილიარდი სამხედრო დახმარება ამერიკიდან. ამერიკა რო გრენლანდიაში ომისთვის ემზადებოდეს, დანიას არ მიაწვდიდა 7 მილიარდის შეიარაღებას, მათ შორის თვითმფრინავებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სისულელეა, ეს დავივიწყოთ. ესე იგი, რაზეა საუბარი? ჩვენ ვიცით ამერიკის პოზიცია, ხო? ამერიკის პოზიცია არის მოგყიდეთ. ხო ასეა? თუ შენ ხარ კეთილგანწყობილი იმ შენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, შენი საპასუხო, მაგრამ გაყიდვა არ გინდა. საპასუხო რა უნდა იყოს? ჩემო ძვირფასო ამერიკაო. იცით რა არის? ჩვენ ვერ გავყიდით, ვერ იმას ვისავთ, მაგრამ შეგვიძლია მაგალითად რა, 100 წლით ბოლო-ბოლო ჩინეთმა ჰონკონგი დაუთმო თავის დროზე 100 წლით იმას, ხო, დიდ ბრიტანეთს.
იქ სულ სხვა პირობებით, იქ აიძულა იმან ბრიტანეთს. ჩვენ შეგვიძლია 100 წლით გადმოგცეთ არენდაში ეს და ნუ რაღაცა სიმბოლური თანხა იმას ქნა რა, ასე ვთქვა, დაუწესო საარენდო თანხა. დანარჩენს ისინი მიხედა. ჩვენ ეს გვესმის, არ გვესმის. არ გვესმის. არ გვესმის გვესმის. მარტო ცივილკივილი. არა, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ცოცხალი თავით არ გავყიდით გრენლანდიას. ოკეი, არ გავყიდით. რა ამერიკელების გულისტკივილი ხო გასაგებია, რაც ისა უბრალოდ რუკას უნდა დახედო და დაინახო ტრაექტორიები, ისა რუსული რაკეტების. არ არის ეს ამერიკელების ეს მთელი მსოფლიოს გულისტკივილია. ან ვის რაში ჭირდება? ხო, ან ძლიერი რუსეთი, გასაგებია, ან ძლიერი ჩინეთი. ჩვენ მესმის, გვჭირდება? 100 წელი არ მესმის. გვჭირდება. ხო და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხო არის თან მიაქცია ყურადღება კიდე რას. თემა ძალიან დიდი ხანი იყო მინავლებული. ტრამპი გრენლანდიას არ ახსენე. თავიდან ხო, მოვიდა იყო კი, ლაპარაკი. დიდი ხანი სიჩუმე ყველა მერე ცეკუნა იყო რომ სიჩუმე დაივიწყა იყო. უკვე და ხო. ხო, არა და თემა რის მერე გახდა აქტიური. გახდა იმის მერე, რაც ბოლო მთავრობის ხტომაზე, რომელიც გადაიცემოდა, ეს იყო დეკემბერში, და თუ გინახავს მთავრობის ხტომები, იწყებს ხოლმე ესე გვერდზე უზის აქეთ რუბიო, ერთ მხარეს და მეორე მხარეს ჰექსეტი. და ჰექსეტის მოხსენებით იწყება ხოლმე როგორც წესი, თავდაცვის უпроსტოდ ომის მინისტრის ომის მინისტრის და ჰექსეტმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენ დავასრულეთ ოქროს გუმბათის პროექტის კომპოზიცია, ანუ უკვე წარმოდგენა აქვთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ოქროს გუმბათის ვიცით ხო რაზეა საუბარი თუ ახსნა ისო ეს არის არა ვიცით ანუ რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა როგორც ჩანს ნუ აქედან ვარაუდები იწყება რომელსაც ასე ვთქვა საფუძველი აქვს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ რუკას უნდა დახედო გლობუსს უბრალოდ გლობუს ჯობია დახედოს დაინტერესებულმა ადამიანმა რომ ამ ოქროს გუმბათის საკვანძო ესე იგი პირველი წინასწარი ესე იგი პირველადი შეტყობინების სისტემა რა, რასაც ქვია, ხო, გრენლანდიის იქით შანსი არ არის, სხვაგან ვერ განათავსებ. როგორ ჩანს ეს უკვე ჩამოყალიბებულია და აი ამაზეა ახლა ლაპარაკი. დანიელები არც გაყიდვაზე ლაპარაკობენ და არც არენდაზე არ საუბრობენ. მე მგონია რომ აი ეს მომენტი რომ ისინი არენდაზეც არ საუბრობენ, ეს ამწოვებს აი ამ ლაპარაკებს. და გადაყავს ცოტა სხვანაირ რეგისტრში უკვე რა. ემოციურში და რაღაცაში და დანიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და ხალი ატირეს და ვაიმე სატნები. ხო. ჩემი აზრით საბოლოო ჯამში სადღაც მათ გაჩერდებიან, ისევ არენდაზე იქნება, ჩემი აზრით. გზელვადიანზე კი. გზელვადიან, რა თქმა უნდა, გზელვადიან არენდაზე გაჩერდებიან. ამერიკისთვის სასარგებლო პირობებით, სასარგებლო რა დანიისთვისაც სასარგებლო პირობები იქნება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ეხლა მიაქციე ყურადღება, იცი რამდენი უჯდება დანიას გრენლანდიის ყოველწლიურად, ასე ვთქვა, დოტაციური შენახვა. დაახლოებით 500 მილიონი euро. ეს არ არის ბევრი. ნუ ეხლა 50,000 კაცისთვის მე მგონი ცოტაც არ არის. აბა დაფიქსდი. დაფიქსდი რამდენი გამოდის ერთ სულ მოსახლეზე? ნუ ტერიტორიით ვიმსჯელოთ ვიდრე ტერიტორიით არ უნდა იმსჯელო, მე გეუბნები ტერიტორიით რადგან ის რამე ტერიტორიაზე რამეს აკეთებს ინფრასტრუქტურას აკეთებს, არაფერს არ აკეთებს დანია. რაც არის არსებული ინფრასტრუქტურა, იმას ინარჩუნებენ, ხო? იქ არის სულ რაღაცა 4 თუ 5 დასახლებაა და აი ამას ინახავენ რა. იქ რაღაცა დიდი ზრდა მოსახლეობის რადიკალური არ მიმდინარეობს, ხო? და იმათ უბრალოდ ფულს უხდიან იმაში, რა ვიცი, რაში უხდიან? უხდიან იმაში, რომ იქ ყოფნაში შეიძლება რაღაცა მაგას ანუ ისინი გრანტებიც ხო არსებობს მე იმათი მეცნიერების ახლა თუ ჩახვალის რაღაცების გამოკვლევა თუ დაიწყება რა. ეს ჩინელები სულ მაგ მეცნიერული გრანტებით არიან ჩასულები. ბატონო, და დამატებით კიდევ რაღაცა აი ამ ჩინელებთან დადეს ეს კონტრაქტები და ბუნებრივია იქიდანაც რაღაცა ფული არის. ერთ სიტყვით, დანიის ბიუჯეტი, დანია იქნება ბედნიერი
გრძელვადიან არენდაში თუ გასა ეს საერთოდ ხარჯი აღარ ექნება მაგ იმის ხარჯი გრენლანდიის. შემოსავალი ექნება, ხო, იმიტომ რომ ისიც რომ დააწესოს, რა ქვია, წელიწადში 10 მილიონი დოლარი რომ დააწესოს, საარენდო გადასახადი არ არის შემოსავალი? ხარჯი ხო აღარ არის, შემოსავალია. და დარწმუნებული ვარ ამ ვითარებაში შეიძლება 10 კი არა 100 მილიონი დააწესოს წლიური გადასახადი. და მე ახლა პლუს უცებ თავში 1 მილიარდი მომივიდა და ხო, და პლუს კიდე ისა რა ქვია, ნუ არ ვიცი ხმა ფანტაზიაში ნუ წავალ. და პლუს კიდე ამერიკამ უნდა შეინახოს ის ხალხი, ხო? კი. ხო. ნუ ჩინელები გაყაროს და დანარჩენი შეინახოს. ნუ და თან პლუს კიდე იქ უნდა დაიწყოს ახალი ინფრასტრუქტურის აშენება, ხო ასეა რა. კი. ასე შემდეგ. სხვათა შორის ტრიგერად კიდევ ერთი მომენტი იქცა მანდ, რომ გრენლანდიის მთავრობამ დადო ხელშეკრულება ჩინელებთან და ჩინელებმა დაიწყეს აეროპორტის მშენებლობა, ნუ გრენლანდიის მთავარი ქალაქი, ხა დედაქალაქია, ნუკი ესე ქვია, იქ დაიწყეს აეროპორტის მშენებლობა. ეს ერთი და მეორე დაიწყეს, ესე იგი, ძალიან საინტერესოა, მიაქციე ყურადღება და მე პარალელს გავაკეთებ რა. დაიწყეს ჰიდრო რა კარგია რა, ჰიდრომეტეოსადგურის მშენებლობა და ასე თქვა, ესე თქვენც მოგემსახურებათო და თვითონ რა თუნდათ იქ ეს ჰიდრომეტეოსადგური, ხო? სადაზვერვო ის არის რა თქმა უნდა. მე შეგახსენებთ რომ სულ რაღაც 2-3 თვის წინ არგენტინიდან ხავიერ მილეიმ გამოყარა ზუსტად კი ესეთი ჩინელები გაყარა. იმას რა ქვია, ობსერვატორიას აშენებდნენ და გაირკვა რომ ეს ობსერვატორია კი არა, რადიოს ალოკაციო და სადაზვერვო სადგურია პრაქტიკულად და ზუსტად იგივეს აკეთებენ იქაც. აი ამან კიდე უფრო გაამწვავა ეს სიტუაცია. ან სიტუაციას აქ მატებს პიკანტურობას ის რომ გაუგებარია ყოველ შემთხვევაში ამერიკელებისთვის ჯერჯერობით მე როგორც ხვდები გაუგებარია სტატუსი, ანუ ვის უნდა ელაპარაკონ, კარგად ვერ ხვდებიან. იმიტომ მოყავთ ორივე. ეს გრენლანდიას აქვს რაღაცა საშუალედო სტატუსი დანიის სამეფოს შემადგენლობაში. დანიას და ნორვეგიას შორის? როგორც მაგალითად ბრიტანეთთან მიმართებაში კანადას ან ამერიკასთან მიმართებაში მაგალითად პუერტო-რიკოს. ანუ კანადა უფრო კარგი მაგალითია. ანუ ფორმალურად კანადის სახელმწიფოს მეთაური არის ინგლისის მეფე, მაგრამ კანადას აქვს აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, ომებში ჩაებას, ისე რომ არ კითხოს დიდ ბრიტანეთს და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა მსგავსია მანდაც და გაურკვეველია, მოკლედ ხო, რომ დანია ასე ვენებს იჭრის. ხო, დანია რატო შემოდის აქ ესე ძალიან აქტიურად, ცოტა გაუგებარია. ნუ ამას აშკარად ვერ უხსნიან ამერიკელებს და მე მგონი ამიტომ არის ეგეთი გაუგებრობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაუგებრობა. დაახლოებით ისეთივე გაუგებრობაა, როგორიც იყო, რომ ზელენსკიმ რატო არ მოაწერეთ ეს სახში მეტალების პირველ ხელშეკრულებას ხელი და შავიდან ამოხდა. რაღაცა მსგავსი ტიპის სკანდალია ჩემთვის. ხო, ეხლა ბოლო-ბოლო მოაწერეს ხელი რომელიღაც ამერიკულ კომპანიებთან გააფორმეს, ხო, აი ეხლა ხანს. ხო, ნუ ისე. ნახე ახლა. რა საჭირო იყო ამისათვის ეს ერთწლიანი ბუტიაობის სცენების ჩატარება ჩემთვის გაუგებარი. ხო, და ჭიმაობა. მოვუბრუნდეთ რითაც დავიწყე, მე ვთქვი, რომ რეგიონისთვის და ჩვენ რადგან ამ რეგიონში ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ახლა პირველ რიგში ირანია ჩვენი საკითხისთვის და როდესაც ირანი დაალაგდება სავით უკვე იქ საიათოლები მოიხსნება, მე კიდე რაღაცა თვეები იქნება, რომ გარდამავალი მთავრობა იყოს თუ რაღაცა. მერე უკვე ამ რეგიონში რამე რჩება კიდე გადაუწყვეტი ჩვენ გარდა? თუ მანდ უკვე რაიმე სერიოზული წესით არა. რაიმე სერიოზული წესით არა. იმიტომ რომ ირანი არის ძალიან სერიოზული კვანძი. ეგ კვანძი თუ გაიხსნა, ხო, აი თუ გაიხსნა, ძალიან ბევრი პრობლემა დღეს რომელიც ყვებავს აი ამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს,
უკავშირდება ირანს და ნუ მე ირანიდან იგზემოთ მიდის უკვე მოსკოვში და პეკინში გასაგებია ყველაფერი, ხო? ეს კვანძი თუ გაიხსნა ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად ჩათვალე რომ პრაქტიკულად მოგვარებული იქნება და აღარავის აღარ ეხსომება ძალიან მალე, მაგალითად იქ ლიბანის და იქ ჰეზბოლას ამბები. ძალიან მალე არავის აღარ ეხსომება ხამასი. ნუ ხამასი როგორ არ ეხსომება იმის გამო რაც ჩაიდინეს, მაგრამ მე ვგულისხმობ პრობლემა, ხო, აი ეს თელი ღაზა და ამბები. ასევე ეს ქრება მთელი ეს არაბეთის ნახევარკუნძულზე ეს ხუსიტები, შმუსიტები და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია მიაქციეთ ყურადღება, რომ თუ ირანის საკითხი გადაწყდა აი ესე მშვიდობიანად, ყოველგვარი იქ სამხედრო ინტერვენციის და იმის გარეშე, ეს ირანს ყველა ვარიანტში დომინოს პრინციპით მოყვება ერაყიც. იმიტომ რომ დღეს ერაყი არის ირანის სატელიტი შეიძლება ითქვას. და მე ერთადერთი ბოროტი ძალა რეგიონში რჩება ჩვენი კოთხები. დავამთავრებ რატო ვამბობ ამაზე და თუ ამას საშუალება მიცა ამერიკელებს რომ დაამყარონ კონტროლი ნავთობის საკითხებზე ერაყსა და ირანში, ისევე როგორც ვენესუელაში. მაშინ მათი პირდაპირი ან ირიბი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება მსოფლიო მარაგების დაახლოებით 70-80%. ეს ამერიკელებს საშუალებას მიცემს, რომ ძალიან სერიოზულად ელაპარაკონ ჩვენს ჩრდილოელ აი ამ იმას ხო, აი ამ ბანდერლოგებს აქ კავკასიონის ქედის იქით რო ბინადრობენ. იმათ ძალიან სერიოზულად ელაპარაკოს მუდმივად კაპრის ესე თქვა, აი მოსაფერებელ მდგომარეობაში რომ უნდა ყავდეს, ხო? არაბებს იგივე საუდებს და ასე შემდეგ, ხო? რომლებსაც გაუთავებლად უნდა ეხვეწო რაღაცა, რომ აი ხო და გაუთავებლად ვაჭრობენ და ვაჭრობენ და ვაჭრობენ ყველაფერს. ვაჭრობენ და ვაჭრობენ. ანუ შენ თუ აკონტროლებ უკვე აი ამ ხელა ველებს, ხო, ნავთობზე, აქ უკვე იგივე არაბებთანაც სახვეწარი აღარ იქნება არაფერი. მე იმას არ ვამბობ, რომ რაღაცა დომინაციას შეეცდება ტრამპი დაამყაროს. არა, დომინაციას არ შეეცდება. მე ვგულისხმობ საუდებზე და არა, იმათ გამოეცლება გაჭირვის საშუალება. იმათთან უკვე იქნება ლაპარაკი ნორმალური პარტნიორული უკვე. ის კი არა სახვეწარი. აი ეს იქნება ნორმალური პარტნიორული საუბარი, რაც ძალიან კარგად და დადებითად იმოქმედებს მთელ რეგიონზე. აი ნახავთ, თქვენ ეს ნამდვილად ასე იქნება. და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში იქნება ძალიან დიდი ნაღველი და დარდი, ეს თუ ასე მოხდა ჩინეთისთვის და რუსეთისთვის, იმიტომ რომ ამ მომენტში კოცები როდის უნდა ამ მომენტში რა? კოცები საკოთ ივანიშვილი როდის უნდა მოშორდეს როგორც ბოროტი წერტილი ამ ყველაფერ დაალაგებულ სიტუაციას. ნუ რა თქმა უნდა მოშორდება, იმიტომ რომ ეგრევე დადგება საკითხი, ჩვენ ამაზე მე მგონი ვისაუბრეთ. იმიტომ რომ ირანის საკითხის გადაწყვეტა ნიშნავს ენერგომატარებლების ახალი დიდი და მნიშვნელოვანი არხის და არამხოლოდ ენერგომატარებლების და არამხოლოდ ენერგომატარებლების საქონლის გადაადგილება საზოგადოებრივ, ხო, იქეთ ევროპის დასავლეთის მიმართულებით ევროპის და საპირისპირო მიმართულებით. აქ ხოლო ზანგეზურის დერეფნის იმედად ვერ იქნება ვერავინ. მე გულისხმობ იმას, რომ გამტარუნარიანობა ზანგეზურის დერეფნის ვერ იქნება იმ ხელა, ხო? საკმაოდ. მან რაღაც პარალელური მარშრუტები უნდა გაკეთდეს და ეს აი მან ვართ ჩვენ. ხო და მან ესე ფშუკ უნდა მოიშორონ რაღაცა პატარა მაჯლაჯუნა ბოროტი, რომელიც ამას აზის. ნუ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კარგი. მე ყველაფერი გკითხე ამ ეტაპზე. რამეს თუ დაამატებ? არა, არაფერი, მე მგონი ისედაც ბევრი ვილაქლაქე და მოგაბეზრეთ თავი და კიდევ ერთხელ გილოცავ. ჩვენ 1 საათი არ გულაპარაკეთ, საერთოდ 1 საათი ვლაპარაკობთ ხოლმე და ახლა ჯერ 54 წუთია რაც საუბრობ. მე ყოველ შემთხვევაში რა კითხვებით სამისვე გიპასუხებ. კი. კარგი მაშინ. მადლობა სტუმრობისთვის და მომავალ შეხვედრამდე. კარგად, ბედნიერად და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ.
ნახვამდის. ნახვამდის.